Თიდან 9 საათამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან სინდისის პატიმრების მშობლები მოქალაქეებს დაელოდებიან. ევროპული მომავლის მცველების ნათესავები აპირებენ, რომ ციხის საკნებში დაწერილი წერილები ყველას დაურიგონ და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას. Ამ აქცია პერფორმანსის მთავარი მიზანი სიმართლის გავრცელებაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა იცოდეს, რისთვის ისჯებიან გისოსებს მიღმა ტყვეობაში მყოფი ადამიანები. ხატია სამხარაძე გვერდდება ამ თემით, ხატია გისმეთ. ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ეს სასამართლოს მიერ სულ რამდენიმე წუთის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც აჩვენა, როდესაც სასამართლოს მოუწია გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან კიდევ ერთი სინდისის პატიმარი და აქ იმყოფებიან სწორედ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მეგობრები და ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება არის ქართული ოცნების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. აქ მოტანილი აქვს სინდისის პატიმრების წერილები და ამ წერილებში სინდისის პატიმრები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა არის ახლა ციხეში, რატომ არიან ისინი სინამდვილეში პატიმრობაში და ცდილობენ, რომ საზოგადოებას საკუთარი სიმართლე და საკუთარი ხმა გააგონონ. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მეგობრები დღეს ზუსტად 5 საათიდან საღამოს 9 საათამდე იქნებიან პირველ სკოლასთან, აქ ელოდებიან საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, იმისთვის, რათა თითოეულმა ადამიანმა წაიღოს სინდისის პატიმრების წერილები, წაიღონ საკუთარ ოჯახებში, სამეზობლოებში, სამსახურებში, ან დასასვენებლად წასულებმა და გაავრცელონ ეს სიმართლე, ვინაიდან მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება საკუთარი არასწორი პროპაგანდით ცდილობს პროტესტის და მათ შორის ამ ახალგაზრდების გაშავებას და ამიტომაც ქართული ოცნების პროპაგანდას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს სიმართლის ხმა ციხიდან. გაზეთის ტირაჟი გაიზარდა, მარაგები შევსებულია, ყველას ველოდებით დღეს 5 საათიდან 9 საათამდე პირველი სკოლის წინ, რათა სამეზობლოებში, სადარბაზოებში, დასასვენებლად თუ მიდიან სოფლებში წაიყოლონ ეს გაზეთები და ჩვენი ტყვეების, რეჟიმის ტყვეების ხმა და თავისუფლების ხმა ციხიდან მიიტანონ ყველა მოქალაქემდე. ჩვენი მიზანი დღევანდელი პერფორმანსის არის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვიდეს, წაიღოს ამ გაზეთების ნაწილი 20-30 რამდენიც მას შეუძლია რომ გაავრცელოს თავის უბანში, თავის ეზოში, თავის რა ვიცი მე დასასვენებლად წავა ზღვაზე, მთაში, სოფელში, ყველგან სადაც შევძლებთ, უნდა მივაწოდეთ სწორი ობიექტური ინფორმაცია და აიღონ რამდენიც მათ შეუძლია 10, 20 ან თუ მეტი კიდე უკეთესი და თვითონ მიაწოდონ ეს გაზეთები მათ სამეგობრო სანათესაოს კოლეგებს გააცნონ ეს უშუალოდ პატიმრის წერილები, მათი ხმა, მათი სათქმელი. ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება რეგიონში გადიან უახლოეს დღეებში, მოვიდნენ პირველ გიმნაზიასთან და გაიყოლონ თან რამდენიმე გაზეთი თავის ნათესავებთან, თავის სამეზობლოში. მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების ძალიან მართალი და საინტერესო სიტყვები ჩვენი ქვეყნის შესახებ და იმ განსაცდელის შესახებ, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს. ეს გაზეთები, რომელიც არის პოლიტპატიმრების ხმა ციხიდან, ეს არ არის უბრალოდ ის მათი ისტორიები, ეს არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ რა არის გამბედაობა და გმირობა რეჟიმის ჩაგვრის პირობებში რეალურად და ჩვენ გვინდა რომ სადაც ეს ადამიანები თავიანთი სიმართლე, თავიანთი ისტორიები და ბრძოლის მიზნით, რაც არის ევროპული მომავლის და თავისუფლების დაცვა, თავად ფიზიკურად ვერ მიდიან პოლიტიკური ტყვეობის გამო მათი ხმა მივიდეს ამ გაზეთების სახით. დღევანდელი დღე საკმაოდ იმედიანად დაიწყო პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. ზვიად ცეცხლაძის მამა იმყოფება ახლა ჩვენთან ერთად და სწორედ მას შევაფასებინებთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ, რომ კიდევ ერთი სინდისის პატიმარი თავისუფალი არის. რას ამბობს ეს ყველაფერი, რატომ უწევს ქართული ოცნების სასამართლოს ამ ადამიანების გამოშვება? ამ პირველ რიგში ულოცავ თედოს გამართლებას, ამაზე საუკეთესო ამბავს დღეს ალბათ ვერ გავიგებდით. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ რეჟიმი გედავება ბრალს გიყენებს და როცა გაიმართლებ თავს და ციხიდან გამოყვალ, ეს არის უდიდესი გამარჯვება საზოგადოების.
მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ მოვლენებს. მე ვფიქრობ, რეჟიმმა დღეს ორ კატეგორიად დაყო ეს პატიმრები. არის პატიმრები, რომლებსაც ედავებიან 225 მუხლს კონკრეტულად პოლიტიკური ნიშნით და არის რომლებიც გაარიდეს, ოღონდ არა აქვთ მტკიცებულებები, რომ დაუმტკიცეს. ამიტომ უწევთ გაშვება და იმედია სხვა პატიმრებსაც, რომლებიც ამ მუხლით სამართლდებიან, აუცილებლად იპოვიან თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა ზვიად ცეცხლაძის მამას უსმენდით 5-დან 9 საათამდე ყველას ელოდებიან პირველ სკოლასთან იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა პოლიტიკური პატიმრების გაზეთები თან გაიყოლონ აბსოლუტურად ყველგან სადაც წავა. მადლობა ეს ხატია სამხარაგო